გაუმარჯოს. აი მე მეტყვი თმაზე ხელს კამერა რო ჩავთი მე დავინახე რომ აშვერილია ეს. არა და გავიკეთე. ეხლა სარკეს ხوار ვატარებ არა ყოველ დღე. ზოგადად ყოველ დღეც არ ვიყურებ. კათავი მივასიკოდილე უკვე. ფაქტიურად იხარშება. სანამ დავკლავ ხოლმე ცოტა გასაუბრება გვაქვს. ფსიქოლოგიურად ვამზადებ. მე კუნძზე თავს ვადებინებ, დეტალურად უნდა გითხრათ. მე თვალებს ხუჭავ და ცულს ვიქნებ. ხო და ერთხელ შეიძლება ძალიან თამამად ითქვას კათამს მარჯვენა, არა, კათამი გადაჭეს და მარჯვენა მივაყოლო. არა, მარცხენად მიჭირდა. ეხლა რას ვაკეთებ? ამებს გადავყიდე. ხო. უსურს გამოწერე და გაგეხმარა კაკლების დამჭერა. ლამაზად გამოწერე. ეს ხო სამზადისი მაქვს უკვე. ზოგადად ოქტომბრის თვე ძალიან დატვირთული არის ხოლმე. და რატო? იმიტომ რომ ხვალე ლაშას დაბადების დღეა 9-ში აგე იმისი და მე მგონი ერთი მაცივარი უნდა უყიდო რომ კანფეტები იქ შეულაგო და ეს მაცივარი ისე პრინციპში პაპამ რომ მოიტანა იმას შეიძლება შევალაგო და მაგას გაეშვა. არა? არა, ჟელები. რები? ჟელები. აბა მანახე. თუ აღარ არის ერთიც არის გიყოფა, მიან ბიჭებია. ორი ცალიმეს არის შე რა იყო ვერ გავიგე. სულ მოკრიფ ესა ეს არა და რომ ენახა აქამდე რა ეს შელი არსებობდა. ეს ჟელიანი კანფეტები ყვამაში. ჩემი კბილები შემყურე ესეთები უნდა გამო. გადავყლაპე. ხო. ხოდა დატვირთულია ხოლმე. 5-ში ლაშასი, 9-ში ნინოსი, 10-ში იოანეს. ხოდა 4-დან მაგრამ ეზარება ხოლმე სიტუაცია 11-მდე. მერე ვისვენებთ მთელი მაისამდე. ჩვენ ოჯახში მაისამდე აღარაფერი აღარ ხდება, ნუ გაღდა ახალი წელს. ეხლა მოხარში კი არა და უნდა მოხარშო კვერცხები მილაგი აქვს 20 ცალი. ხარათ მინდა. ნუ მე შევჭამე ხარ რომ მოიხარშება თან ხო იცდა. ცილა უნდა მიიღო. ადრე ცილა მეგონა რომ ცილა იყო მარტო კვერცხი. ამას ვჭრი ხოლმე მე ანუ თანდათან გავაკეთოთ რა თქვენთან ერთად გავაკეთებ ამ ყველაფერს. ცილას გავჭრი თეორიულად გეტყვით ახლა. ცილას გავჭრი, ცილას კი რა, ორად გავჭრი ესე მაიონეზში ვალაგებ, ხო სანამ მაიონეზში ჩავალაგებ, მაიონეზს ვანელებ კამით, ქინძით ცოტა, სუნელებით ცოტა რომ მაიონეზი არა ავატალა, ხო, აი უბრალოდ ისე რომ და გემო ქონდეს და ამ გაჭრილ კვერცხებს ვალაგებ შიგნით. ძალიან გემრიელი არის ხოლმე და ძალიან გემრიელი ზაკუსკა გამოდის ეგრეთ წოდებული. ვაკეთებ ხოლმე კიდე სხვანაირად, მაგრამ დიდი ხანი არ გამიკეთებ, იმიტომ რომ მეზარება. ანუ ჭრი ისევურად ამოგაქვს გულები ამ გულებს ურევ იმ ყველაფერს რაც იმ მაიონეზში უნდა უყო ისევ ამოტენი და ალაგებ ცარიელა მაიონეზში ხო და რო ვიფიქრე რომ კუჭიში ხო მაინც ერთი და იგივეა რა და ხო ვაიმე იცი რა მიგვეს ხარ კომენტარს რო წერთ რაღაცო შლით დამაცადე გაქცე პასუხი ან სახელი და გვარი დავიმახსოვრო ან რა ვიცი ის დავიმახსოვრო როგორც ხარ რა ეღანდელ ვიდეოზე დაიდო თუ არა თავიდანვე კომენტარი დაიწერა და სანამ კომენტარის ანუ პასუხი უნდა გამეცა და რო დავაჭირე პასუხის გაცემის იმას ანუ ისაო რაღაცა ციფრები ეწერა სახელიც არ ეწერა და დამანე 4-ები 5-ები თუ რაღაცა გეწერა ხოდა პასუხი რომ დავამთავრე და გაგზავნას დავაჭირე დამიწერა რომ ანუ წარმოიშვა პრობლემა იმიტომ რომ კომენტარი აღარ არსებობს მაგრამ აქ მე დაიღვია მაგრამ გაგცემ პასუხს არ არის პრობლემა მეორე ვიდეო რო დავდე ისაო ამდენ ვიდეოების დადებასო და იმას რა ქვია ადექი და წადი არჩევნებზეო
ამის მერე ასეთმა კატეგორიამ რო დაიჯეროს, ან არჩევნებიდან და სელფი გადამიღო. ვიყავი ხალხ ნუ არჩევნები იგი ვერ მეტყობა. მეტყობა, თვალებზე ხომ მეტყობა. გაქნეულზე მივიყ, ქათამი დავკალი. გზადა ვიცლიდი ბუმბულებს. აი ეგრე ვიყავი ხალხ ნუ არჩევნებზე. ქათმის ბუმბულებს. ხო და ამის მერე ასეთი კატეგორიის ხალხმა რო დაიჯეროთ, რომ ვიყავი არჩევნებზე. მეძინა, ვიბანავე, ნუ ვიბანავე ზოგადად განახებთ ხოლმე. შორენა სადაჭირა ხოლმე და ვანახებ ხოლმე. რას ვანახებ, კაცო, ისა, პირსაწყენით რო გამოდიო ხოლმე სულ მაგაზე მეჭუქებ. ხო. ესე იგი, კარგს ვაკეთებ, იმიტომ რომ შეიძლება დამიწეროთ, რომ ისა რა ქვია, იბანავე ხოლმე. ერთხელ მეცვა ორი ზედა აი ამ დაგვარი შოღოთ შავები მქონდა რა და ერთნა არ განსხვავდებოდა და იმდენად მიყვარდა მე ერთი დავწვი და ფაქტიურად ერთიღა დამჭი. აი იმდენად მიყვარდა რომ ერთს რო რეცხავდი მეორეს ვიცმედი, იმას რეცხავდი, იმას ვიცმე, ანუ ფაქტიურად კარადიდან ესეთი სხვა არაფერი არ ამიღია და დამიწერა რომ ისაო გამოიცვალე ხოლმე მაინც ჯერ სად და მინახა ჩამოდუდღნული მე რა რომ და იგივე მეცოს ერთი თვე რა მოხდა ჭუჭყელი ხო არისო. ხო და ახსნა მომიწია რომ ორი მქონდა და მე რო დაეჯერებინა ორივე ერთად ვანახე და აი მაშინ ეცა თვალი და დავწვი უთოდი რა თქმა უნდა. ხო. ანუ ეს უნდა განახოთ ხოლმე. ეხა კვერცხი რო გავრეცხე და ჩაის სტილოზე მელაგარა იქაბა ეხსადავდო მე არ დავამტყრიო და ფიქრობდი რომ არა მანანა მაგრად მიქარე ეხლა რომ შენ კვერცხი გარეცხე ვიდეოს გარეშე იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცამ არ დაგიჯეროს და ეხლა დადექი და უმტკიცე იმას. დამავიწყდა ბოდიში სელფი უნდა გადამეღო არჩევნებიდან. ვინ შემოხაზე ის უნდა მენახა. ისე მე თქვა. ხო რა კიდე რა. რამეს თუ არ დაიჯერებთ მითხარით ხოლმე და სელფს გადავიღებ უპრობლებოდი. იქედა საიდანაც გინდათ. ნუ ეხლა თლათ იქედა ნუ მომთხოვთ. ხო. დავიდი ხა დავდგავ და როგორ იხარშება მე მოვალ კიდე გაბწყნის პროცესში იმედია კარგად გავბწყნი. თორე ჩემმა თანამშრომელმა მითხრა ამ კვერცხსო ადუღებულ წყალში უნდა ჩაყარო და ადვილად იბრძქნება. მოდი დავტესტოთ. მე ზოგადად კვერცხს რო ხარშავ ხოლმე ცივ წყალს იმავშვები და ეგრევე იმავშვები და იმავშვები. დაჯდომა მინდა დავიხალე რა და ხო და გია რომ ხარშავს ხოლმე კვერცხს რომ ამჭამთ ხოლმე რაღაცა და იქ რომ მოხარშავს ხოლმე ადუღებულ წყალში ყრის და არ გასკდება მეთი და არაო და მოდი ეხა ვნახოთ ამიტომ ეხა აქ შევაერთებ ავადუღებ დავასხავ და ისე დავდგავ კაი ეხა მოვალ ფათაშორის მე მგონი წყალი წყდება, აკლდება ნელა და იმედია ზუსტად ჩემი დაბადების დღესავით არ მოხდება. იმიტომ რომ ჩემ დაბადების დღეზე იყო და მე 6 დღე წყალს ველოდე. ფაქტიურად რო იტყვიან დავჟუნგლე ჭურჭელი. ხო ეხა ადუღდეს და დავასხათ. ამასობაში რა შეიძლება გავაკეთოთ? ხო, ენა მოუხარშე, საქონლის ენა მაქვს. საკმაოდ გლომად. ამასაც მაიონეზით ვაკეთებ ხოლმე. არ ვიცი ვის გიყვართ, ვის არ გიყვართ, მაგრამ ეს არის გემოგლობინის ბომბი, იმუნიტეტის ბომბი. ენა რა, ნუ მაიონეზი არა ენა. ხო და მე ხო გემოგლობინი დაბალი მაქვს და დაჭრის დროს მკურნალობ ხოლმე. ხშირად. მირეკავე. გამჩიშოთ. ადუღებულ წყალ დავასხი. ეხლა დაახლოებით 5 წუთს დაველოდები და ნახოთ თუ მე ცივ წყალი უნდა გადავავლე, ხო? რა ხდება რა არის? ვინმე ხო არ მოკლეს? აბა? ვინ ცოცხალია, ვინ მკვდარი გადაერჩიენით? ობოლა, სადახარ ხო? მანდახარ. დარაჭერი არა უშვა. დარაჭერიაც კიდე ის ფოქსი და თავარი ობოლა კარგად.
მაგაზე მეცნება ხოლმე. ვინმე ხარ მოკლედ. კაცო მოკლედ მიუხედავად იმისა რომ აი მე რა ბედნიერება იცი რამდენი საქმე მაქვს ხო ეს ნახე აღარ ეტევა აქ ხო აღარ ეტევა და აქაც რაღაცეებია აქ ხო ჯერჯერობით კარგად გამოიყურება გაზი მაგრამ რავი ცოტა ხანში შეხედეთ ბოლო მოიღება ეხლა მდედალას ცოტა ამოვაბრუნე უგვერდულად დავა ხო ესეც მორჩენილი იქნება კუჭი იხარშება რაც თავარია და იცით რომ ჩემი სახლის ქათამს კუჭი არ აქვს ну ბავშვებმა ისე იციან ყოველ შემთხვევაში და უგავხეთ სანამ ქათამი მოიხარშება რანაირად არის აბოშვერი ეს არა ქვია დავჭრი ხო და რას ვამბობდი კაცო ერთი რა ამდენი საქმე ხომ აქვს ხან არის ხოლმე მომენტი რომ საქმე საერთოდ არ მაქვს მაგრამ ვიდეოს არ ვწევ მიუხედავად იმისა რომ ბლომად საქმე მაქვს ეს გასაკეთებელი ის გასაკეთებელი ბადრიჯანის შესაწველი მაიონეზი გასაკეთებელი თევზის შესაწველი ბარკალის შესაწველი კერძი დღეს მეყოფა ნეტა დღე არ ვიცი ხო და ანუ მიუხედავად რომ მაქვს ბევრი საქმე ჯერ კიდე წინ გაწყობა მაქვს არაჩვეულებრივი ამიტომ ვიდეოს გადაღება ხოლმე დამოკიდებული არა საქმეზე ანუ დასკვნას ვაკეთებ არამედ განწყობაზე რა ვიცი მზეა ხალხნო ჩემი ამინდია ხო იცით რომ მზე არ მიყვარს და წვიმა მიყვარს მაგრამ წვიმა მიყვარს ზაფხულში მზე მიყვარს გაზაფხულზე და შემოდგომა რა ვიცი უბრალოდ და ეს ამინდი ჩემზე მოქმედებს ძვირფასად რომ მზე არის მაგრამ არ გცხელა ანუ სიცხეს ხო მზე არის და არ გცხელა თუნდაც რა ვიცი რაღაც ყველაფერი მოხდა და ჩემი ამინდია გუნებას ვერაფერი ვერ გამიფუჭებს ასე რომ სანამ ის თუხთუხებს მე ხა ამას დავჭრი საქმეს წავიდებ წინ და კვერცხის გაფრთხმის პროცესში მოვალ თქვენთან და ნახოთ გიას რეცეპტი თუ გამართლდება და კვერცხი თუ კარგად გაიფრთხნება რა და არ გამიფუჭდება და პარალელურად გავაკეთოთ მე თანდათანობით წავიდი ხა ცოტა ხნით ახლობით წინა ჩართვიდან გავიდა საათს ნახევარი. არა, მაგდენი არ გავიდა და 1 საათი კაი მეტი არ. აი მე დედა. ის მწვანე ჯამი რა უქენი. აი. ესე იგი. მოიცა ისავ ვიღო რომ დავდო ხო ვიცი უნდა დამეწუნ კოლოსთა რა და ესე იგი შევჭამე ახლა ცოტა საჭმელი კიდე და ეს გავრეცხე მაგრამ აშკარად კიდე გაიზუნზლა რაღაცას რომ წვალ ხოლმე სათვალე ძალიან მაგრად მიცავს იმიტომ რომ ზეთის შემოშხებებისგან სულ აი ამაში მას მიშვება ხოლმე და კაია სვარკის აპარატი მთან ხო ისა რა უნდა მეთქვა ხო ანუ ეს ხო უნდა ეს ხა 5 წუთში მოიხარშა და რაღაცა და იმის მერე ცივ წყალში მაქვს ჩადებული რა ხა უნდა გავბრწყნა და დაახლოებით მივყევი მეთქი სანამ გაცივდება კარგად მეთქი და ენაც დავჭერი შევანელე გავამზადე ქათამიც მოიხარშა დავჭერი გავამზადე შევდე მაცივაში დავაბინავე რა და ყველაზე საშინელი რა არის იცით მარტო კავა არ კუხნაში ნუ ეხა ბავშვებში გადაშიჭამე მაგრამ ანუ გავრეცხავ და მარტო არ კუხნაში მარტო მოძრაობ რა გავიხედები სავსე არის რა კოინა და რა ხდება გავრეცხავ სავსე ეხა მოდი ნუ ამაში არ ვხაშავ ხოლმე კვერცხს ემალში კი არა და ალუმინში ვხაშავ ხოლმე რა ვიცი მაგას ვიყენებ ხოლმე ეხა დაკავებულებია და გადაღება გამოგვდა დამოიწყე კი არა და დამეზარა ვნახოთ რამდენად იმუშავა ივან
დავტესტოთ, რომ ადუღებულ წყალში უნდა ჩავდო კვერცხი და ადვილად იფსუქნებაო. ნეტა არ მინდა არ გაიფსუქნეს. ჯერმოს უდავტეხო თუ როგორ არის ჩემი საქმე. არა ტყდება ხა რა არის სირაქლემა. ხო და რა ვიცი, აბა ვნახოთ ჯერ. ой, კალო რა კარგად იფსუქნება. ეს ერთი. არა, გაუმართლა უბრალოდ რა ეხლა სულად გაიფსუქნება. მეორე დაიცად. ეს უნდა ისე გავჭა. მე მგონია ჩემ დაბადების დღეზე რომ მომივიდა, ხო იცით? ის უნდა გამეტეხა და ეს გატყდა. ბოლოს აიქროვებდი გაშხლართული, ეგ მომივა ამაღან. აბა ვნახოთ ამ მეორეზეც გაუმართლებს თუ მარტო პირველი უბრალოდ შემხვდა კაი კვერცხი? აი მე ამაზეც უმართლებს. ხალხო, მე ის ადამიანი ვარ, კვერცხს რო ხარშავს და გაფრთხნისას რომ ნახევარ საყოლებს ხოლმე და ამიტომ სუმეშინია ხოლმე ამ ეგრეთ წოდებული ზაკუსკის გაკეთება, რომ ანუ რო ვწქნი ხოლმე цариლა გულები მიჭირავს და რახით? კაი რა. უბრალოდ ორჯერ გაუმართლა, შანსი არა, ეს უნდა აყვეს. ეხლა ძალიან გულით მინდა რომ ერთი გაფუჭდეს, რომ დავაბრალო, რომ მეთქი არ მუშაობს ეგ ამბავი რა, ანუ რა ადუღებულ წყალში გოგო გასკდება და რაღაცა და აი მესეც კარგად იფსუქნება. მოკლედ ხახნო დიას მეთოდი ამართლებს და შეგიძლია გამოიყენოთ ჩემი თანამშრომლებს. რა ვიცი, აქამდე მართლა ზედიზედ სამი კვერცხი ესე სუფთად არ გამიფსუქნია. აღოდ მართლა. აზრზე არ ვარ ეგრე. მოდი კაი მეოთხესაც ვნახავ და გავთიშავ ხა 20 კვერცხს სანამ გავფსუქნი ესე ხო მიყურებთ არა და მერე იმას ვიზავ. შევანელოთ. ანუ მე ჩართვაზე შევანელებ მაიონეზს უცბად და ჩავალაგოთ. და მე რას ვიწყებ ბადრიჯანს დავჭრე. და სანამ ბადრიჯანის მარილს დავაყრე და წვენს გამოუშვებს ვარკარს დავდგავ შესაწყვეტად. 4 კვერცხი გავფსუქენ იდეალურად და ვნახოთ 20-ს გავფსუქე თუ არა. მოვახციე ისე როგორც იქნა ცოტათი. ესე იგი ყველაფერი მოვიტანე, რაც ამ ეგრეთ წოდებულ ბლუდას სჭირდება. არ მიყვარს ხოლმე ეკრანი რომ იბლოკება, მაგრამ რა ვიცი, ხელი მივადე შემთხვევით და ესე იგი აბსოლუტურად 20-ვე კვერცხი ისე გავფსუქენი, რომ ერთ ცარს არ მიუღია დაზიანება, არ ვიცი დამთხვევა, იმთხვევა თუ ამთხვევა, მე 100 კვერცხი არ გამიფსუქნია. ხო გეუბნებით, გულს ვაყოლებ, გულამდე ჩავდივარ ხოლმე და კვერცხს ვაბრალებ. ხო, აქ მაქვს მაიონეზი, რომელსაც უნდა დავასხა წყალი. სხვათა შორის ვასხავ ცხელ წყალს, რომ კარგად გაიხსნას ხოლმე მაიონეზი. ცივ წყალში იჭრება ხოლმე რა. ძალიან არ ვათხელებ, ისე რა ლაითად. ასე უნდა მუტლაკუნო. გავამზადებ. მე რეცი რას ვიზავ ამას ჭიქაში გადამოვასხავ. რომ ამას ჩავალაგებ კვერცხს, ზემოდან უნდა დავასხა, რომ ყველა მიიღოს, რომ დაგირეკავ ეხლავე მამიდა. აი სქელი არის ახლა ეს საამისოდ, რისთვისაც მე ვაკეთებ. აი ეს მეც აღარ გავასხა. მე იქ ისედაც გაბლანტდება, აი ესე. ეხლა ამაში უნდა ჩავაჭრათ, მარტო კამას უშვებ ხოლმე. არც ისე
ბევრი არც ცოტა რა კამა ძალიან უხდება და ეს დანა კარგად ჭრის მწვანილებს ჯერჯერობით ხელს არა ნახოთ გუჩვენებს მომავალი ეხლა მე იმავშებოდი რა ქვია კვერცხებს რო ვწქნიდი თან ფიქრობდი რაზე ანუ რომელია საათი 4 საკლია 4 წუთი ცოტა უნდა დავუჩქარო იმიტომ რომ ხორცი უნდა დავდგა ჯერ კერძი ეს ლამაზად გამოიყურება რომ მოვასწრო რა ანუ იცი როგორ ვაკეთებ ხოლმე აი რაღაცას რო თუ აი ესე ხელით რაღაცა ის უნდა საქმე უნდა თან რო დუღდეს რომ პარალელურად რო დროში ჩავეტიო ეს არის ქინძი ხსნი ხოლმე ცოტა ანუ ბევრი არა ეხა მაგრამ უხდება რა არც ცოტა უცხო დავაფარე იმას იგივე რაოდენობის აი დაახლოებით ჩაის კოვზი აი გადალესილი ჩაის კოვზი იყოს და აუცილებლად პილპილი ცოტა შეიძლება მაგრამ აბაბი პირქვა და რა ვქნა ხო აუცილებლად უნდა მარინე რომელიც არ მომიტანია არი მამას დავაყრი და სულ დავაყრი რა კვერცხს უხდება მარინე აბას კიდე გასარეცხებში ჩავდებ და მე ვიკითხავ თუ რატო იმას შვება თქო რა ამდენი გასარეცხი საიდან გროვდება თქო ანუ აი ესეთი ჩაიხედეთ აი ესეთი რაღაც კეთდება ეს ეხა ცოტა თბილია კიდე ანუ ის ცხელი წყალი რო დავაცხი და ეს კიდე ბლანტი გახდება და მით უმეტეს ამას რო ჩავალაგებ ეხა ამ კარგად გახსნეს გადავიღებ ჭიქაში რომ მე ზედ დავასხა აქ მაქვს ერთი მამაპაპის დროინდელი დიდი ჭიქა თუ რაც აქვია ამაში მიყვარს ხოლმე ეჯერადი სუპის შეჭმა ჭამა რა ვიცი როგორც აქვია ეხა კიცი რატო იმავშვები მე ვერ მოვიფიქრე რომ სხვაშივე გამეხსნა რომ ამ ქვაბს ვიყენებ ხოლმე ეს მამიდან მეყიდა ეს ქვაბების ნაბორი ამ ქვაბს ვიყენებ ხოლმე მაცივაში შესაძგმელად იმიტომ რომ დაბა ანუ სახურავი ისეთია რა რომ შეიძლება მეორეც დაიდგას ზემოდან რამე და მაგიტო აი ეგ თავისუფლად გამოვიდო ეხლა არაფერს არ ვაკეთებ განსაკუთრებულს კვერცხები უნდა გადავჭრა შუაში ეს მე ძალიან მიყვარს რაღა დაგიმალო და ესე ციმცი მოვალაგებთ რომ გულები არ დასწრეს უნდა დავამთხევოთ კარგად რომ ანუ ცალმხარეს არ იყოს ძალიან დიდი გული და ცალმხარეს მარტო ცილა რა ზოგ კვერცხს ხო აქვს რაღაცა მსგავსი ისა ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა ცერად გავჭრა აი ესე შუაში კი არა აი ესე და მაგ შემთხვევაში აქ ხოლმე ერთი და იგივე რაოდენობა დაახლოებით ჩაბძანდი ერთი შენ აქ გენაცვალე და შენი ატრიბუტებიც ასე აუ ისიც ძალიან გემრიელია რომ ამოაცლი რა გულს და მე რამდენი თუ ამოხვიდე შიანელება ისე ამოტენი მაგრამ შენ ჭიმის სხვა რაღაცებს გასაკეთებელი მაქვს ესეც ესე რა მეტი არაფერი არ უნდა ამას ან ეს დანაიკრავს თვითონ მაგრამ მართლა დავიღალე სხვა რაღაცების გათუთხნით დავიღალე ჭურჭლის რეცხვით საკუთარი რაკოინაში აი ეს წამებში ვაგროვებ რა და ეხა მაგისტვის დანა გამოვცვალო აი ეს შვენივრად მაგრდება რა ვიცი ხვისი არ ვიცი მაგრამ ვისაც კვერცხი უყვარს ეს აუცილებლად მოწონება თან მართლა კარგია მართლა გემრიელი ამო მაქვს ხოლმე თავის ნუ რამდენად წვენი ექნება არ ვიცი მაგრამ პატარა აი ბაჟე რო ამოიღო მსგავსი ტიპის რაღაცებით დგავ ხოლმე სუფრაზე
რავით, სუბუქი საჭმელია, სასიამოვნო საჭმელია, ვისაც კვერცხი უყვარს, ეყვარე. რავით, შემშვილებს უყვართ. ზოგადად ბარბარე მაიონეზს აჭამს, ანუ ვინეგრეტის მასალაც უნდა დავდგა. უიდეთ. მე მგონი მე ამაღამ ვერ ვათე. ხოდა. ამას ჭამს. კი გაიუსო ამასობაში ხალხმა. არა და 10 მოიტანე 20 რა თქინდა მეთქი. მე რო ვიფიქრე 10 რა არის. ქალო 5 წელი მარტო შეუნდა გადაიღო. აი მე. მოიტანა 20 კვერცხი. ვიფიქრე რომ კაი 15-ს მოვხარშო მეთქი, მაგრამ ლაპარაკში ის 5-იც გამეპარა. აჰა. მოჩა, კი. აი ასე. ეს გადაიწყებს და ვიღოთ ეხლავე. საჭმელს რო ვაკეთებ ხოლმე. ხელები დამეწვა საჭმელს რო ვაკეთებ ხოლმე. ისა არ ვიცი გასინჯვა. ან ხო იცი რა ეს კაფა ეს გასინჯი ან მარილი ან ნიორი ან რაღაცა ხო იცი. არ არსებობს. გავსინჯავ, ანუ შეიძლება გავსინჯო თქვა, всё, ეგა. მაგრამ აი გავსინჯო და რამე თქვა, რომ აი საკლია მეტი არ ვამბობ. ან არაკლია, რა. ანუ მართლა არაკლია ჩემთვის რა. ცოტა კიდე. იმიტომ რომ სჭირდება. ეს კვერცხის გულს რო შეერევა, ისედაც გაბლანკდება ეს. თინადეიდან ახე რას ხმარობ? შენ მოცემულ კინაღამ გულმკერდზე დავისხი ხალხო. დედა რა იდეალურად იყო გოგო. დედა თვალის ზომა მაქვს ძვირფასი. ყოზე მინდა. რა ოდნა ჩავსვე, ხა თიცხვა ჩავყობში. ვიდეოს რო ვიღებ, თორე ჩავყობდი მას. აი ესე. ეხა მოდი ერთი გავსინჯოთ. და დაგემშვიდობებთ. აი ეს 9 ჯერ ამოვარდა ეს გული და მოდი ამას გავსინჯოთ. აი ცოტა ჩავსვა კარგა ესენი. მოიდა ხალხო, მართლა რა კარგად იყო ეს ისა მაიონეზი და წვენი. არ მიყვარს ხოლმე აი ეს რო იდუდღნება, მაგრამ ვითომ არ დაგინახიათ რა. აი მე აღარ მინდა ჭამა ისე რა, აი გუშინ ხო არ მიჭამია და დღეს მივხვდი რომ უკვე კუჭს აწუხებს რა, რაღაცეები შევჭამე, ლაითად ოღონდ, მაგრამ აწუხებს კუჭს. ანუ სინჯავ რა აკლიას არ ვიმბობ, უბრალოდ სინჯავ. ეგრე ჩავიო. დახვჭით თვალები. ვინ გააკეთა? აი მე ძვირფასი. ეს დაუმალო საკუთარ თავს შევჭამ ხალამდე. წავედი ხალხო ხა დაგემშვიდობებით. უნდა გადავხაშო რა შეიძლება კიდე სწრაფად გაკეთეს, ანუ ერთდროულად რო გავაკეთო რა. მე მგონი ხა საქონლის ხორცს დავდგავ, პარალელურად ბარკალს დავდგავ და მერე დავჭრი იმას. რა ქვია ხალხო იმას? ბადრიჯანს. აბადროებით, კარგად.